უდანაშაულოდ სხვა და დაშინების მიზნით ჩემი შვილის სისხლი დაიღბარა თბილისის ქუჩებში. მიხეილ ართმელაძის 23 წლის შვილი ერთ-ერთია, რომელიც 2006 წელს ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ჩაცხრილეს. 23, 21 და 17 წლის 3 სტუდენტი მაშინდელი კუდის მაღალჩინოსნებმა ადგილზე საკონტროლო გასროლებით მოკლეს. ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციას დათა ახალაია და მისი მარჯვენა ხელი გია დგებუაძე იგივე მასტერა ხელმძღვანელობდნენ. ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლეს სწორედ მათ მიერ ნასროლმა ტყვიებმა შეიწირა. სასტიკი მკვლელობის გადასაფარად ნაცნობი სცენარი გათამაშდა. ადგილზე იარაღი მიიტანეს, მოკლულ ახალგაზრდებს ჩაუდეს დადგმული სცენა კი ვიდეო ფირზე აღბეჭდეს და სტუდენტები ტერორისტებად გამოაცხადეს. რათა ახალაიას მეთაურობით, როგორც კი დახოცა ესენი, ფიქრობს ახლა რანაირად გავაკეთო და გადამღებით გურამ დონაძე. ეს დაურეკეს მოიყვანეს. იღებს და რათა ახალაია გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. გარბიან აღმას როლით, ძირს ავტომატებიო. ესე იგი ბრალდებას უყენებენ, ვითომ ამ ბიჭებს ავტომატები გააჩნდათ. ამ დროს სამივე უკვე გარდაცვლილია. დიდი ხნის და მეორეთ მიდიან სცენარი დადგეს ყალბის სცენარი. ერთ-ერთმა გამოძიებით დაუდგენელმა პიროვნებამ შავი ჯიპიდან ამოიღო სუმკა, რომელშიც ეწყო მოკლე სახის ავტომატები და მიიტანა და თვითეულს გვერდზე დაუწყო. ელენე თევდორაძე იმ დროისათვის იყო ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ ყლელობიდან 3 დღის შემდეგ მოვიდა ჩემთან თვითმხილველი ქალი და მითხრა, 3 ახალგაზრდა მუხლ დაჩოქილები პოლიციელებს ევედრებოდნენ. უდანაშაულოდ არ დაგხოცოთ. ჩემი შვილი იყო თავი გაკვეთილი ქონდა, გულმკერდი. გაჭრილი იყო, ცარიელი ფუტლიარი მომიყვანეს. გამთენიისას მოვიყვანე პატივცემულებო და ესე იგი დილას შუადღეხან დავასაფლავე. შიში ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ ვინმე, ზეწოლა გქონდა, ტერორი გქონდა. არა მხოლოდ მოკლეს, არამედ ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა. რათა ახალაია დგება ასე, დასცინის, უდრებს დასცინის და ავტომატს როლობს ასე და იცინის. ჯალათებო, თქვენ შვილებს ტუჩებში კოცნით და ჩვენ შვილებს საფლავებზე უკოცნით. რამდენი უდანაშაულოდე და შავებით შემოსეთ, თქვენ ხართ ესე, რამდენი უდანაშაულო დედას მოუსწრაფეთ სიცოცხლე და დაასამარეთ. რამდენი უდანაშაულო ოჯახი გააპარტახეთ, განადგურეთ. მე არ შემიძლია მოთმინება, განადგურებული ოჯახი ვარ ერთ-ერთი. ჩემი შვილი სწავლობდა სამედიცინოზე, დღეს ექიმი იქნებოდა პატივცემულებო. აი იმ ჯალათებმა ჩემ შვილს ჩემ ოჯახში მოატანიეს. ორმაგი ტრაგედია, ორმაგი ტკივილი. მეუღლეც შეეწირა მაგათ და შვილი ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ოჯახი, ესე იგი ტკბილი, ლამაზი, გემრიელი ოჯახი, ნულის ტოლფასად ვარ დღეს აქცევი. ართმელაძეების მსგავსად მოკლული რომან სურმანიძის ოჯახსაც შვილის დაკრძალვა სამართალდამცველების თანდასწრებით მოუწია. ოთარ სურმანიძე იხსენებს, რომ მათ ეზოს პოლიცია არ მოშორებია. შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულს კი სამართლებრივი ბრძოლის დაწყება სურდა, რის გამოც ოჯახს ლიკვიდაციით დაემუქრნენ. სადაც მივედი, სულ განზღვა გინებას ვისმენდი ჩემი მისამართით და ამ უდანაშაულოდ დახოცილი ბავშვების მისამართით. ესენი თურმე ტერორისტებად გუზდიან, თურმე არაკაცებად გუზდიან, ვინ არიან აგენი მშობლები. ჭიშკართან 2 პოლიციელი ხდება, ჩემ ეზოში მე არ მიშვებიან, კაცო. მკვდარი რომ შევიტანო, ჩემ ეზოში მე არ მიშვებიან, რომ ტერორისტი ყოფილა ეს ბაღანა და თურმე სახლის გაჩხრეკა უნდანან და პადვალში შესვლა უნდანან. ისე დავასაფლავე, 2 პოლიციელი ჩემ ეზოს არ მოცილებია. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ჩემი ბავშვი უდანაშაულოა. და განცხადება მინდა შევიტანო, სადმე რომ ერთი გამეიძიონ კაცო რა დააშავა ამ ჩემ ბაღანამ. საღამოს გამოვდივარ რომ მატარებელს გამოვყვე თბილისში და პოლიციაში განაცხადი შევიტანო. ტელეფონში შემოდის დახურული სკრიტი ნომერი და მეუბნება. დაბრუნდი უკან თუ გინდა რომ დანარჩენი შვილები ცოცხალი გყავდეს. ამ ფერი 7 ჯერ მომიხდა. 2013 წელი დადგა და სანამ ეს თავრობა მოვდა, მანამდე შიშის ქვეშ ცხოვრობდით და
იმის არ იყოს ნახდათ რომ თურქეთიდან არ გადმოგვიყიათ აი მას მე გავჩედით საქართველოში. სპეცოპერაციის საქმის გამოძიება 2013 წლის ოქტომბრიდან განახლდა. ოთარ სურმანიძემ გაიხსენა, რომ 2016 წელს ექსტრადაციის შემდეგ კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი დგებუაძეს სასამართლო პროცესზე შეხვდა, რომელმაც მომხდარის გამო მოკვლის მამას ბოდიშიც კი არ მოუხადა. რატო თქვათ აი ეს სამი ახალგაზრდა ციხის პატიმრებზე ზეწოლა რომ გაეკეთებიათ და რაც მოხდა მას შემდეგ ციხეზე რაც მოხდა ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ეს უდანაშაულო ბავშვები მაგისთვის ჩაცხრილეს და იმიტომ მიაწერეს რომ ციხეზე მიდიოდნენ თორემ სად ნავთლუღის სპეცოპერაცია და სად რუსთავის ციხე სხვერპს ეძებდნენ ასე ვთქვა და მომოძებდნენ ნახდათ რომ სხვერპს ეძებდნენ უბრალო ბოდიში მოვithხოვა და უბრალო ბოდიშის არ მომიხადა კაცმა სასამართლოზე ვინ იყო გიორგი დგებუაძე ხო. რომელიც საზოგადოებისთვის უნდა ითქვას გაიქცა ქვეყნიდან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და 2016 წელს მოხდა ექსტრადიცია მისი შეხვდით მას პროცესზე და სთხოვეთ ბოდიშის მოხდა ხო რა კი პასუხა არაფერი თქვენი საქმე არის იქ სადაც ვერაფერს ვერ იტყვიან ერთ მისხალს ვერ მონახავენ და ამდენი ხანი ვერ მონახეთ რა იყო ის მიზეზი რის გამოც შეიძლება და უბრალოდ დაეკავებიან მზახრეტაზე აღარ ვლაპარაკობ ეს საქმე და თქვენი შვილების სიმართლე აისახება სათანადოდ ჩვენს დასკვნაში და საფუძვლად დაედება ნაციონალური მოძრაობის და სხვა მისი წევრი პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. სამივე ინსტანციის სასამართლო მოკლული ბიჭები უდანაშაულოდ ცნო. განზრახ მკვლელობის სამართლებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების გაყალბების მუხლებით კი ყოფილ მაღალჩინოსნებს მათ შორის ქვეყნიდან გაქცეულ დათა ახალაიას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯათ.